ფსიქოლოგია ახალგაზრდა, მაგრამ სწრაფად განვითარებადი მეცნიერებაა. დღესდღეობით ამ სფეროში დიდი ცოდნა და გამოცდილებაა დაგროვილი. ჩვენი გადაცემის მიზანია ეს ცოდნა და გამოცდილება უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი საზოგადოებისათვის. გამარჯობა, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემათა ციკლს გამოყენებითი ფსიქოლოგია და დღეს ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგი ბატონი ზაზა ვარდიაშვილი. გამარჯობათ. დღეს ჩვენი გადაცემის თემა იქნება სტრესი და მისი ზეგავლენა მოზარდებზე. ბატონო ზაზა, უმრავლეს შემთხვევაში რა არის ხოლმე სტრესის გამომწვევი მიზეზი? სტრესი გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. თითქმის ყველგან. სტრესის ზეგავლენა, მაგალითად, როდესაც გამოცდების დროს ბავშვს ტკივა მოწოდებს. სტრესის ზეგავლენა, როდესაც კონფლიქტების შემდეგ ადამიანს ტკივა თავი. სტრესული შეიძლება იყოს სოციალური ურთიერთობები, კატასტროფა, ბუნებრივი კატასტროფები, სტრესული შეიძლება იყოს პოლიტიკური მოვლენები, ну, რა თქმა უნდა, რომ არაფერი თქვა თომზე. სტრესული შეიძლება იყოს ახლობლის დაავადება. ყველაზე ძლიერი ზემოქმედება სტრესის არის უახლოესი ადამიანების დაკარგვა. ანუ სტრესი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. პირველი რითაც შეიძლება ადამიანმა რო შეამჩნიოს, რომ თვითონ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება, ან მისი ახლობელი იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, რა არის პირველი მაჩვენებელი? თვითონ სტრესული მდგომარეობა იმდენად მრავალმხრივი და მრავალფეროვანია, რომ მისი ზეგავლენა შესაძლებელია სხვადასხვანაირად იყოს გამოხატული კონკრეტულ პიროვნებებში. არიან ადამიანები, როდესაც სტრესულ მდგომარეობაში, ეგრეთ წოდებულ ეიფორიულ სიტუაციაში იმყოფებიან, ზედმეტად მეტად მოძრაობენ, ზედმეტად მეტად აქტიურობენ. არიან ადამიანები, რომლებიც ისე აქტიურები არიან, მაგრამ სტრესის ზემოქმედების შედეგად ხდებიან უფრო პასიურები, უფრო არადინამიურები. ანუ სტრესის ჩემჩნევის საშუალება, როდესაც ადამიანი თავისთვის დამახასიათებელ ქცევით ტიპს იცვლის. კარდინალურად იცვლის? შესაძლებელია კარდინალურად, შესაძლებელია არც ისე კარდინალურად. არის ბევრი შემთხვევები ისეთ, როდესაც ადამიანმა შეიძლება გადაიტანოს საკმაოდ ძლიერი სტრესი, მაგრამ ეს არ აისახოს მის ქცევაზე. კონკრეტულად თუ არის ადამიანი პასიური, ზოგადად შესაძლებელია ერთ შემთხვევაში პირიქით სტრესმა გააქტიუროს, მეორე შემთხვევაში უბრალოდ ისევ პასიურ მდგომარეობაში დატოვოს. აქ უფრო მნიშვნელოვანია სტრესის ზემოქმედება და ასევე რამდენი ხანი გრძელდება სტრესის ზემოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეიძლება ვერ შეამჩნიოს ახლობლებმა მის ირგვლივ იმყოფება, რომ ეს ადამიანი სტრესულ მდგომარეობაშია და თვითონ, რა თქმა უნდა, შეამჩნიოს, იმიტომ რომ მისი განცდები ამ შემთხვევაში და არ შეუძლებელია რომ ვერ შეამჩნიოს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტუაციამ ესე მშვიდად ჩაიარა, მის ორგანიზმზე ეს მაინც ახდენს ზეგავლენას და ზემოქმედებას? რა თქმა უნდა. თუ გვაქვს საშუალება ცოტა ფართოდ შევჩერდებით ამ სტრესის ზემოქმედებაზე. კონკრეტულად სწორედ სტრესის შესწავლა, სტრესის ზემოქმედების შესწავლა ამ მიზეზით დაიწყო, რომ განესაზღვრათ რა ზეგავლენას ახდენს სტრესი უახლოეს პერიოდში სტრესიდან და რა ზეგავლენას ახდენს შორეულ პერიოდში, ანუ რამოდენიმე წლის შემდეგ. პიონერები, ვინც იწყებდნენ ამის შესწავლას, იყო სელიე, იყო კენენი, რომელიც 40 წლის განმავლობაში სწავლობდა სტრესის ზემოქმედებას. უდაოდ დიდი კვალიდატობის მედიცინაში, უდაოდ დიდი კვალიდატობა მათმა შრომებმა, ანუ კონკრეტულად კენონის იყო ეს დამოკიდებულება თუ როგორ მოქმედებს ჰორმონალურ სისტემაზე სტრესი და სტრესული სიტუაციები. დღესდღეობით არის ასეთი მიმართულება მედიცინაში, უბრალოდ მულტიდისციპლინარული მიმართულება, გამოყენებითი მედიცინა. დაახლოებით 5500 ექიბი, ფსიქოლოგი, ბიოლოგი, სხვადასხვა სპეციალობის ადამიანი ამერიკაში და კანადაში მუშაობენ სწორედ სტრესის ზეგავლენის პრობლემების შესწავლაზე. მათ მიერ მოწოდებულმა მონაცემებმა ასევე ბევრი რამ ნათელი გახადა და ცნობილი გახადა, კონკრეტულად ის, რომ იმუნური სისტემაზე სტრესის ზემოქმედება ძალიან დიდია, კონკრეტულად ლიმფოციტებზე ზემოქმედება არის უსაზღვროდ დიდი. მათი მონაცემებით ისეთი მძიმე დაავადებები, როგორიცაა ონკოლოგიური დაავადებები, ძირითადად უმეტეს შემთხვევაში სტრესული ზემოქმედების, ან სტრესის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგია და არა სხვა რამ. ასე რომ
სტრესს გააჩნია უდიდესი ნეგატიური ზეგავლენა, მაგრამ აქვე აღსანიშნავია ერთი რამ. თვითონ სტრესის მიღების შემდეგ გამოიყო სამი ფაზა, რომელიც ვითარდება პიროვნებაში. პირველი ფაზა ეს არის შფოთის ფაზა, როდესაც შფოთის მდგომარეობაში იმყოფება ადამიანი. მეორე ეს არის შეწინააღმდეგობის, ანუ წინააღმდეგობის გაწევის სტადია და მესამე გამოფიტვის სტადია. ანუ ზემოქმედება დამოკიდებული არის იმდენად სტრესზე, რამდენადაც აი ამ სტრესის ზემოქმედების გახანგრძლივებაზე. ანუ ერთჯერადი სტრესი მაგალითად, იგივე თქვათ, პიროვნება მოყვა კატასტროფაში. ამ კატასტროფამ არ გამოიწვია მნიშვნელოვანი შედეგი ჯანმრთელობისთვის. ანუ დაზიანდა თქვათ მანქანა, ან სუბუქი დაზიანება მიიღო. რა თქმა უნდა, ადამიანმა მიიღო სტრესი ამ დროს, მაგრამ ეს სტრესი მალე ალაგდება. იმ შემთხვევაში, როდესაც პიროვნებას უწევს ისეთ გარემოში ხანგრძლივად ყოფნა, როდესაც მუდმივად ხებულობს სტრესებს, თუნდაც მცირე დოზით. აი ეს ბევრად უფრო ნეგატიურად აისახება პიროვნებაზე, ვიდრე აი ეს ერთჯერადი სტრესი, თუნდაც ავტოკატასტროფა. აი სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, ანუ თავარი არის, რომ ხანგრძლივი ზემოქმედება სტრესორის არ იყოს ადამიანზე. იცით რა მაინტერესებს, აი დავუშვათ თქვენ თქვით, რომ ერთჯერადი კი არ არის სტრესი, მაგალითად ისეთი სტრესი, როგორც არის დაძაბული სამუშაო გრაფიკი, შეიძლება იგივე ნაირად განვიხილოთ, როგორც თქვენ თქვით, მცირე სტრესი და ხშირად შეიძლება იყოს მაგალითად ისეთი მაგ კატეგორიაში მოხდეს მძიმე სამუშაო. დიახ, რა თქმა უნდა, მძიმე სამუშაო, გადაძაბვა. ასევე ძალიან მძიმე სტრესია, როდესაც ახლობელი პიროვნება არის დაავადებული და ეს ხანგრძლივად გრძელდება, ესეც ასევე ხანგრძლივად. ზემოქმედებს მაგალითად ოჯახის წევრებზე. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებზე. ასევე ხანგრძლივი ზემოქმედება, როდესაც ოჯახში ცოლ-ქმარს შორის პერმანენტულად კონფლიქტები მიმდინარეობს. ეს ძალიან დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს. აი ეს არის სწორედ ის. მე იმის ბოდიში იმის დაფიქსირება მინდა, უფრო ნეგატიურს, ვიდრე ერთჯერადი ავიაკატასტროფა. რა თქმა უნდა. ყოველდღიური ყოფითი სიტუაციები. აი ისეთ როგორ არის ჩვენი ორგანიზმი მეტნაკლებად, საუკუნეების მანძილზე სტრესული გარემო იყო ადამიანებისთვის და ბევრად უფრო სტრესული, ვიდრე ჩვენ დღეს ვიმყოფებით, იმიტომ რომ მუდმივი იყო ომები, იყო გატაცებები და ასე შემდეგ, დაავადებები, რომლებსაც ვერ უმკლავდებოდნენ და დღეს ეს დაავადება უბრალოდ 60 დღეში იკურნება, ხო? ანუ ადამიანებში სტრესის მიმართ შეწინააღმდეგება არსებობს, მაგრამ როდესაც ეს გახანგრძლივებულია, ეს სწორედ ეს იწვევს გამოფიტვას, ეს იწვევს იმუნური სისტემის ხანგრძლივ გათიშვას და ეს იწვევს სწორედ აი ქრონიკულ ინფექციურ, ონკოლოგიურ და სხვა მრავალ დაავადებებს, ასევე გულსისხლთა დაავადებებს. მაინტერესებს ამბობენ, რომ ონკოლოგიური დაავადებები გარკვეულ ფსიქოტიპ ადამიანებს ემართებათ და ეს არის ესეთი ფაქტი მართლაც? იცით როგორ არის, აი სწორედ ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო მონაცემები გვაქვს, არის ასეთი ექიმი ფრიდმანი, რომელმაც შემოიტანა ტერმინოლოგია A-ტიპის და B-ტიპის ადამიანები. A-ტიპის ადამიანები არიან გულჩათხრობილი, პესიმისტური განწყობის მქონე პიროვნებები. B-ტიპის პიროვნებები არიან ოპტიმისტი, გულღია, მეგობრული ადამიანები. როგორც ფრიდმანი თავის შრომებში წერს, A-ტიპის ადამიანები უფრო მეტად სენსიტიურები, მგრძნობიარეები არიან ორგანულად სტრესის ზემოქმედების მიმართ. მაშინ, როდესაც B-ტიპის ადამიანები უფრო მეტად დაცულები არიან სტრესული ზემოქმედების მიმართ. სწორედ ეს, ანუ ფრიდმანის შრომების ადასტურებს ამას, რომ პიროვნება, რომელიც პესიმისტურადაა განწყობილი, იგივე არ აქვს ბევრი კონტაქტი გარემოსთან, არის საკუთარ თავში ჩაკეტილი, მათზე უფრო მეტია ეს ზემოქმედება. სწორედ აქედან მომდინარეობს სავარაუდოდ აი ეს მოსაზრება. გავსით დასკვნა. დავუშვათ ესე იგი თუ ადამიანი უფრო გულგახსნილია, შეუძლია თავისი გაჭირობა, თავის პრობლემა მეგობართან თუნდაც მოუყვეს, გაიზიაროს, ნაკლებად არის მისი ონკოლოგიური დაავადებით. რა თქმა უნდა. დაავადების რისკი. დიახ. სტრესის ზემოქმედების და შესაბამისად ონკოლოგიური ინფექციური და სხვა დაავადებების რისკი. რა უნდა გააკეთოს დავუშვათ მშობელმა ბავშვთან მიმართებაში, ან თუნდაც დასრულმა ადამიანმა მეორე დასრული ადამიანის მიმართ, როცა ხედავს, რომ მისი მეგობარი ან შვილი ან ახლობელი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება. რითი შეიძლება დავუშვათ თუ არსებობს რამე ესეთი ტექნიკა თუნდაც, რომ ადამიანმა თავის გამოყვანა შეძლოს სტრესული მდგომარეობიდან? იცით რა, ის აქ ზოგადად ცხოვრების
ჯანსაღწესს აქვს დიდი მნიშვნელობა. იგივე ფიზიკური აქტივობა, რომ ეს მედეგობა, ორგანიზმის ფიზიკური მედეგობა გავაძლიეროთ. ასევე აი სწორედ ის, რაც ვთქვით, კონტაქტი სხვა ადამიანებთან და ოპტიმისტურად მომავალზე ყურება. დავუშვათ, როცა პესიმიზმი აძლიერებს სტრესის ზემოქმედებას, ყოველთვის აძლიერებს. დავუშვათ, როცა ადამიანი სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება და ხვდება, რომ რაღაც ვერ გრძნობს თავს კარგად და კომფორტულად შინაგანად, მაგ დროს ფიზიკური დატვირთვა ერთ სწორხაზოვნად დადებითად იმოქმედებს? იცით რა არის, არა. ფიზიკური დატვირთვა, როდესაც აქვს ცხოვრების წესად ქცეული, ეს ორგანიზმის დამცავ სისტემებს აძლიერებს. და შესაბამისად, სტრესის ზემოქმედება უფრო ადვილად გადააქვთ. გასაგებია. დავუშვათ, მაგ შემთხვევაში ადამიანმა მიიღოს დადებითი ემოცია, ну კინოში წავიდეს, თეატრში წავიდეს, შეიძლება იყოს დამხმარე საშუალება. რა თქმა უნდა, საუბედრო ძალიან ბევრი ადამიანს ალკოჰოლი აქვს დამხმარე საშუალება. რაც შეიძლება იმ მომენტში მოქმედებს, მაგრამ ზოგადად საკმაოდ ცუდად აისახება ჯანმრთელობას. როდის არის საჭირო სპეციალისტის ჩარევა? როდის უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მისი მდგომარეობა უბრალო ყოველდღიური სტრესულ მდგომარეობას გაცდა და სერიოზულად აქვს საქმე და უნდა მივიდეს სპეციალისტთან, რის მიხედვით შეიძლება ეს ყველაფერი დაასკვნას? ცით, როდესაც სტრესის ფიზიკური ზემოქმედება ინტენსიური ხდება. კონკრეტულად აი ფიზიკური ზემოქმედების მაგალითია ის, რაც დასაწყისში საუბრობთ, მუცლის ტკივილი, მაღალი ემოციის დროს. ბევრ შემთხვევაში გვხვდება ღებინება, ასევე მაღალი ემოციის დროს. ასევე შესაძლებელია სხვა ვეგეტატიური სიმპტომატიკის გააქტიურებაც სტრესული მდგომარეობის დროს. და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ აი როდესაც არის გადაუწყვეტელი პრობლემები, კონკრეტულად აი დისტრესი, ანუ რასაც საუბრობთ, მუდმივი თქვათ ოჯახში კონფლიქტები, რომ იგივე სამსახურში კონფლიქტები ან ზედმეტი გადაზრდა ფსიქოლოგებს საკმაოდ კარგად შეუძლიათ პიროვნებას აპოვნონ საუკეთესო გამოსავალი აღნიშნულ სიტუაციებში. ეს არის მედიკამენტები თუ შეიძლება რამე ვარჯიში? გააჩნია მდგომარეობას, იმიტომ რომ ყველა პიროვნება ინდივიდია, ყველა სტრესორი სხვადასხვანაირია, ამიტომ აქ ერთი რეცეპტი კონკრეტული არ არსებობს. ყველა შემთხვევაში ჭირდება ინდივიდუალური ანალიზი და ინდივიდუალურად შერჩეული დახმარება. აი მაგალითად ბავშვისათვის ყველაზე ხშირად რა სიტუაცია შეიძლება იყოს მასტრესირებელი? აქაც დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ასაკს. კონკრეტულად 7 წლამდე ასაკში მშობელთან განშორება უდიდესი სტრესორია. ასევე ძალიან ძლიერი სტრესია ბავშვისთვის მშობლების კონფლიქტი აი ამ ასაკში. განსაკუთრებულად სწორედ მოქმედებს ბავშვებს. ასევე სტრესული მომენტებია, თქვენ წარმოიდგინეთ ამ ასაკის ბავშვისთვის, როდესაც პატარა შემოდის ოჯახში. და შესაბამისად არის მზადება, ანუ ყურადღების გადართვა ხდება პატარაზე და ესეც ძალიან მასტრესირებელი ფაქტორია უფროსი შვილის. გამზადებაში რას გულისხმობს? რა უნდა გააკეთოს მშობელმა, როცა ოჯახში მომატებას ელოდება? იმასთან შემზადება ბავშვის შესაძლებელია სპეციფიური ახსნა განმარტებები, რომელიც არის საჩუქარი, რომელიც შენთვის მოყავს ეს ისიბადება და მოდის, იმიტომ რომ შენ რომ გაიზრდები დაგეხმაროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქტიურად ჩაერთოს ბავშვი იმ ნივთების ყიდვაში, რაც პატარას უნდა დახვდეს. აქტიურად ჩაერთოს პატარას მოვლაში. თქვენ წარმოიდგინეთ ერთი ბრიტანული ექსპერიმენტია, რომელსაც საინტერესო შედეგი აჩვენება. როდესაც 4-5-6 წლის ბავშვი უყურებს, როგორ ყვებავს და ზუზუთი პატარას, საკმაოდ ძლიერი სტრესი ღებულობს. მისი პულსი ხშირდება, ასევე ძლიერდება კუნთთა დაძაბვა და მთელი რიგი სიმპტომატიკა, რაც არის სტრესული. განიცდის, რომ მის მაგივრად კიდე მეორე ადამიანი შემოვიდა ოჯახში და მისი ადგილი დაიკავა. რა თქმა უნდა და უყურებს, რომ დედას მასთან უფრო მეტი სიახლოვე აქვს პატარასთან, ვიდრე უფროსთან და ესეც სტრესულად ზემოქმედებს. არის რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით, რომ თუ აი ასეთ ძლიერზე გავლენას ახდენს,
არ უყუროს უფროსმა ბავშვმა როგორ ყვებას ხდება. აი რა მინდოდა რომ მეკითხა ზუსტად მაგ თემასთან ახლოს არის რომ ხშირად არის რომ როცა ახალი პატარა შემოდის ოჯახში და ეძინებათ უფროს ბავშვს ხა ბებიას ანუშვებენ ხა ნათესავთან რამოდენიმე დღით თქვენის აზრით ეს სწორი საქციელია ესე იგი არა ესეც სტრესორია ესეც საკმაოდ ძლიერი სტრესორია უფროსისთვის განსაკუთრებით თუ პირველი შეიძლება ეს უფრო სტრესული მდგომარეობა იყოს ვიდრე რომ უყურებს როგორ უვლიან პატარას იმიტომ რომ საერთოდ მოშორებულია ოჯახიდან ანუ ბავშვის ფსიქიკა ისე არ იყოს რომ ჩაანაცვლეს ის ბავშვი ესე იგი ეს არ არის გამოსავალი რა თქმა უნდა ეს საკმაოდ ნეგატიურად მოქმედი ფაქტორია ჯობია რომ ჩავრთოთ ბავშვი ახალი პატარას ცხოვრებაში აქტიურად რა თქმა უნდა აქტიურად ჩაერთოს იმიტომ რომ ცით როგორც თვითონ ბავშვის ფსიქოლოგი ასე რომ 6-7 წლამდე მშობლები არიან ღმერთები ბავშვი როგორ აღიქოს როდესაც დედა ამბობს რომ თავი მткиვა 4 წლის ბავშვი ტიპიური აღქმა მე დავაშავე რაღაც და დედას იმიტომ მткиვა თავი მამა დაღლილია იმიტომ რომ დაღლილი მეტყობა მე დავაშავე რაღაც და იმიტომ მამა დაღლილი ეს არის თვითონ ბავშვის ფსიქოლოგია თავის თავს უკავშირდება რა თქმა უნდა და აი ამ სეპარაციასაც ანუ განშორებასაც საკმაოდ მძიმე თარიღავი ყოფილა შემთხვევები პრაქტიკაში დაფიქსირებულა ისეთი სიტუაციები რომ როდესაც მშობელი წასულა ანუ რაღაც პერიოდი სასწავლებლად საზღვარგარეთან რაღაც სხვა ქალაქში სამუშაოდან ბავშვი დატოვეს ბებიასთან ან დეიდასთან ახლობელთან დაფიქსირებულა აღწერილი და შემთხვევები მეც მქონია პრაქტიკაში ეს შემთხვევები იმდენად მძიმე მდგომარეობა განვითარდა რომ ვფიქრობდით დეზორგანიზირებულ სინდრომზე ანუ ეს აუტიზმის ერთ-ერთი ფორმაა მაგრამ საბედნიეროდ როდესაც ისევ ჩამოსულა მშობელი ეს მდგომარეობა გამოსულა თვითონ ალაგდა ძალიან მწვავედ აღიქვა აი ასეთი სახის უდიდესი სტრესის მატარებელი და ყოფილა შემთხვევა როდესაც ბავშვმა კვება აკრძალა როდესაც მშობელთან მოხდა განშორება ლაპარაკია 3 წლის ბავშვზე ყოფილა შემთხვევა როდესაც ბავშვს სიცხეები ჰიპერთერმია 39 მეტრის ფარგლებშიც კი იყო მშობელთან განშორების შედეგად აი ეს ყველაფერი არის სწორედ სტრესზე პასუხი დიახ ეს ინდივიდუალურია რომ ბავშვი როგორ რეაგირებს თუ შეიძლება თუ ბავშვი შეჩეულია ხშირ კონტაქტს მშობელთან უფრო მაგ შემთხვევაში ემართება ცით რა არის ბავშვს აქვს ესეთი ფენომენი რომელსაც ქვია მიჯაჭვულობის ფენომენი ანუ ბავშვი ეს მიჯაჭვულობის თემა ძალიან საინტერესო თემაა შესაძლებელია საერთოდ ამაზე შევჩერდეთ ერთ-ერთ გადაცემაში ეს ჩადებულია ბიოლოგიურად ბავშვებში რომ 4 თვის ასაკიდან ბავშვი ახდენს შერჩევას უბრალოდ თქვენახევი ოქტომბერ შერჩევას ვიზზე მოახდინოს მიჯაჭვა მის გარშემო მყოფი ადამიანები შეიძლება იყოს ბები ან დედა შემდეგ ვითარდება უკვე ამ პიროვნებაზე მიჯაჭვა ვინც ბავშვმა შეარჩია ეს არის ვინ უფრო კარგად იგებს ბავშვის სიგნალს ვინ უფრო კარგად რეაგირებს ბავშვების სიგნალზე საინტერესოა ერთი რამ რომ დედების 65%-ს ბავშვის ტირილის ხმის მიხედვით შეუძლიათ და არგვიან რა აწუხებს ბავშვს ესეც ესეთი ბიოლოგიური გრძნობენ ინტუიციური ესეც ბიოლოგიური კავშირის მაჩვენებელი ამიტომ აი აქ მნიშვნელოვანია პირველ რიგში ანუ როდესაც ასეთი ბიოლოგიური კავშირი არსებობს მნიშვნელოვანია ის ობიექტი ვისთანაც ბავშვს აქვს ეს ბიოლოგიური კავშირი შესაძლებელია არის ასეთი შემთხვევები როდესაც მშობლები თქვათ მუშაობდნენ და აი 4 თვის ასაკში ბავშვი ჩამოყალიბდა ბებიაზე მიჯაჭვულობა ბებია აღიქვა როგორც დედა ისე როცა დედა და ბებია ორივე ერთად არიან ყოველ ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაძლებელია რომ ბავშვმა მაინც ბებია ირჩიოს შესაძლებელია ხდება ასეთი შემთხვევები ანუ ვინ უფრო მეტად არის მგრძნობიარე მისი სიგნალების მიმართ ანუ ვის უფრო კარგად ესმის ბავშვის სურვილები აი იმას არჩევს ვინც მის გარშემოა ესე მიჯაჭვულობის ობიექტი ძირითადად არის ერთი თუმცა ხდება ორმაგი მიჯაჭვულობებიც ეს არის იმ შემთხვევაში როდესაც აი ორივე მშობელზეა მაგრამ ნუ რაღაც განსაკუთრებულ სიტუაციებში კონკრეტულად როდესაც თქვათ ბავშვი ავათარი ну იმ პერიოდში შეიძლება ბებიასკენ გადაინაცვლოს ან დედაზე ან ბებიკიდან ესეთი
ფენომენია, რომელიც გვხვდება. აი სწორედ აი ამ ფენომენში ჩარევა და აი ამ ფენომენისთან განშორება განაპირობებს აი ერთ-ერთ ძლიერ სტრესს ადრეულ ასაკში. რაც შეეხება შემდგომ ასაკებს, უკვე სასკოლო ასაკში სტრესი ბავშვების გარკვეული ნაწილისთვის არის უკვე სკოლაში ასვლა, ასეთ მასტრესირებელი ფენომენია და მწვავედ რეაგირებენ, ესეც გარკვეულ სეპარაციას განეკუთვნება. ასეთი მასტრესირებელი შეიძლება იყოს, თქვათ, იგივე მასწავლებლისგან შენიშვნა. აი ამ ბავშვები, რომლებიც ეს შენიშვნაზეც კი მძაფრად რეაგირებენ. კონფლიქტი მეგობრებთან. შეიძლება ეს სერიოზულად განიცადოს. იცით, აი თვითონ მეგობრებთან კონფლიქტი ეს უკვე ცოტა მოზრდილ ასაკში, 10 წლის შემდგომ არის საკმაოდ ისეთი მწვავე მასტრესირებელი მომენტი. და ყველაზე მგრძნობიარე რომელ ასაკშია ბავშვის სტრესის მიმართ? ყველაზე უფრო მგრძნობიარე მაინც 6 წლამდე ასაკშია. ეს ყველაზე უფრო სენსიტიური პერიოდია ბავშვისთვის. ამ პერიოდში გვხდება ასეთი მომენტი, რომ დაფიქსირებული ისევ ამ ბრიტანელების კვლევით მშობლების კონფლიქტის შემდეგ ბავშვების ამ ასაკის ბავშვების 55% ვირუსული რესპირატორული ვირუსული ინფექციები ეწებოდათ. ანუ ესე მძაფრად რეაგირებდი, რომ იმუნიტეტი უკვე ითდებოდა. მოქმედებდა იმუნიტეტი. ასევე მშობელთან სეპარაციაც იწვევდა აი იმუნიტეტის გათიშვა. შეიძლება ბავშვი იყოს დაუშვათ მიჯაჭვული მამაზე, არსებობს ეგეთი რაღაცა? კი. ესე პატარა ასაკში. კი. როცა მამა აქტიურ მონაწილეობას იღებს მის ცხოვრებაში. არის ასეთი მომენტებიც საკმაოდ ხშირად დაფიქსირებული. საინტერესო ერთი მომენტი, რომ მამებთან მიჯაჭვულობა რატომღაც უფრო ხშირად, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვნად ხშირად არა, გოგონებს უვითარდებათ. დიახ. უფრო აქტიურად. ბიჭები ძირითადად უფრო და რა არის იმის მიზეზი, რომ უფრო გოგოებს უვითარდებათ ხოლმე მამაზე მიჯაჭვულობა? იცით რა არის ამაზეც ბევრი კვლევაა ჩატარებული, ბევრი თეორია არსებობს, თუმცა გამოკვეთილად ადასტურებული არც ერთი, თუმცა ზოგადად არის ასეთი რამ, რომ დაცულობის შეგრძნება არის მამის მხრიდან უფრო მეტი. და გოგოებს უფრო აქვს ამის შეგრძნება საჭიროების მცირე ასაკშიც ხედავთ მაგის. ერთი წუთით გავჩერდები და გავაგზელებ. საჭიროა თუ არა ბავშვი დავიცვათ ესეთი მასტრესირებელი სიტუაციებიდან? იცით, აი აქაც ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი რამ. ძალიან ბევრი ოჯახი ახსნის ასეთ მეთოდს მიმართავს, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ბავშვები დაიცვან მასტრესირებელი ინფორმაციიდან და არაყურებიან ფილმები, ტელევიზორი, მულტფილმი ესეთი შინაარსისთია. როგორც აღმოჩნდა, ეს არ არის მაინც და მაინც გამართლებული, რადგან სტრესი გვხვდება, შეიძლება შექმნას ყოველი ფეხის ნაბიჯზე, განსაკუთრებით რომ მნიშვნელოვანია, რომ სტრესის მიმართ მედეგობა მეტნაკლებად გქონდეს ბავშვს გამომუშავებული. ეს შეიძლება მიიღოს გარკვეულად ასეთი გამოცდილებიდან, ამ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან. ანუ გქონდეს ბევრი კონტაქტი სხვადასხვა ბავშვებთან, შეიძლება იყოს კონფლიქტები, მაგრამ არა უშავს თვითონ დაარეგულიროს, მიცეთ საშუალება, რომ თვითონ დაარეგულიროს ყოველივე ეს. ხა ჩვენ ყოველთვის გვერდში არ ვაყოლებით ბავშვს, ამიტომ გაცილებით უმჯობესია, რომ მან თვითონ ისწავლოს მართვა საკუთარი თავის სტრესულ გარემოში. მოხდეს აი სტრესთან მოახდინოს ადაპტირება. უბრალოდ მშობელმა მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი იმას, რომ შვილი გაზარდოს ღია, გახსნი მეგობრულ და ოპტიმისტ ადამიანად. აი ასეთ ადამიანებს სტრესი დიდ ზიანს როგორ შეუძლია ეს გააკეთოს მშობელმა? რა ბერკეტები აქვს სამაგისოდ? ხელი შეწყობა იმ მხრივ, რომ იგივე თუნდაც ტელევიზორს და კომპიუტერს ელექტრონული ძიძის სახით გამოიყენებს და მოკიდოს პატარას ხელი და წაიყვანოს იქ, სადაც ბევრი ბავშვებია და მასთან ერთად ყოს იქ. ამიცე საშუალება, რომ ბავშვს კონტაქტი ქონდეს სხვა ბავშვებთან. ბავშვი თავიდანვე ასდარდოს იმ პრინციპით, რომ მოქმედებებზე იყოს აქცენტი კონკრეტულად
შექებები მოქმედებებთან დაკავშირებით, რომ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ისედაც რომ იცოდეს, რომ მის საქმიანობას მოაქვს შედეგი და საქმიანობა კარგია. ანუ მასზეა დამოკიდებული ის, რასაც მოიპოვებს. ძალიან ხშირად ხდება ასეთი რაღაცა, რომ მშობლსა და შვილს შორის ვაჭრობის ელემენტია, ასეთი რომ გააკეთებ ამას, კიდე ამას. აი ეს მაგალითად ხელს არ უწყობს ასეთი პიროვნება ჩამოყალიბება. არ უწყობს ხელს, რომ ბავშვი ოპტიმისტად ჩამოყალიბდეს. რა თქმა უნდა, ოპტიმისტად ჩამოყალიბდება იმ შემთხვევაში, თუ მსოფელი უხიდი საჩუქარს მოუტანს და ეთქვის, რომ აი ეს რომ გააკეთე, ეს იმიტომ გიყიდე. ხო? როცა ეს პოსტფაქტუმ მოხდება რაღაცის გადაცემა საჩუქრის და არა წინასწარ ვაჭრობის შედეგად. ანუ ბევრია ასეთი მეთოდიკა, ძალიან აქტიურად სწავლობენ კიდევ ყოველწლიურად ახალი და ახალი მეთოდიკები იწერება ამასთან დაკავშირებით. სასურველია რომ იგივე თუ ვთქვათ, სწორად უნდა ყოველივეს მიმართოს ფსიქოლოგს და მიიღოს დახმარება. იცით რა მაინტერესებს დავუშვათ ლიტერატურა, რომელსაც ბავშვი უკითხავენ, ან ფილმები, რომელსაც ბავშვი უყურებს. მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში იმის, რომ ბავშვი ოპტიმისტად ჩამოყალიბდეს, რომ აი ამბავი, რომელსაც მას უკითხავთ, კარგად მთავრდებოდეს, ან ფილმი, რომელსაც უყურებს, რომ კონდეს კარგი ფინალი, ეს ასე რომ ვთქვათ. აქვს ამას მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ესეც ციტაი თვითონ ზღაპრების ფენომენი სწორედ ეს არის. ეს დამყარებული ერთ რაღაცაზე, რომ ესეც არის ვარჯიში სტრესების მიმართ, ანუ არის სიუჟეტი, რომელიც მასტრესირებელი შეიძლება იყოს, ანუ მცირე სტრესის გამოწვევი ბავშვში, მაგრამ შემდგომში ეს სიუჟეტი პოზიტიურად თავდება და აქ ესეც ასევე ამ ოპტიმიზმს აძლიერებს. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. რა შეიძლება გააკეთოს დაუშვათ პედაგოგმა იმისთვის, რომ ბავშვი გაკვეთილზე არ ღებულობდეს სტრესს, თუნდაც ისე რო უთხრას შენიშვნა, რომ არ იყოს მისთვის მასტრესირებელი. ამისთვის არის ისევ ესეთი ირლანდიელების კვლევებია ძალიან კარგი, სადაც შემოიტანეს ასეთი მეთოდიკა, რომ შექებაც და საყვედურის ბავშვთან ინდივიდუალურად ხდება. ანუ კლასისთან დასწრებით არ ხორციელდება ეს. შენიშვნაც კი. აი დავუშვათ ამ შემთხვევაში ამ წუთში რაღაცა დააშავა ბავშვმა, დააშავა ან თუდად შეასრულა სამუშაო. ეს შენიშვნა უნდა იყოს ნათქვამი დავუშვათ შესვენებაზე გაკვეთილის შემდეგ? კი, შესვენებაზე და თან უნდა იყოს ასეთი მომენტი, რომ პოზიტიურიც და ნეგატიურიც, ანუ შენ ძლიერი ხარ აი ამ სფეროში, ეს კარგად გააკეთე, მაგრამ აი ეს არასწორი. ამას აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ ესეთი განეიტრალდეს და ამას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს აღზრდობითი თვალსაზრისით. ასეთი ტიპის ნათქვამ შენიშვნას. რა შეიძლება რომ გაკეთდეს იმისთვის, რომ მოზარდის მდგრადობა სტრესის მიმართ ამაღლდეს? ციტაი თვითონ მოზარდობის ასაკი ესეთი ძალიან საინტერესო ასაკია. გარდატეხის სტრესების ზეგავლენის თვალსაზრისითაც. აქ უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანატოლობის მხრიდან მის შეფასებას, მისი უნარების შეფასებას. თან არის ერთი საინტერესო ფენომენი, რომ გოგონებს 13 წლის ასაკში, ბიჭებს კი 15-16 წლის ასაკში მინიმუმზე აქვს თვით შეფასება. უნდა შესაბამისად აქაც სტრესის ზემოქმედება საკმაოდ ძლიერია. ესეც რაღაც ისეთი ბიოლოგიური მექანიზმებითაა განპირობებული. ამ დროს ბავშვზე მომხდარი სტრესების შედეგია იგივე კონფლიქტები მშობლებთან, მცირე შენიშვნაზეც კი ძაფრად რეაგირება. ძაფრი რეაგირება. რაც შეეხება ამასაკს, აი ამასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობის შემოტანა, რათა მედეგობა აი ამ სპორტის მიმართ გაუმჯობესდეს და პლუს ერთი ფაქტორი ისიც ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის რომ რაღაც გუნდს ჯგუფს ეკუთვნოდეს. აი სწორედ სპორტი და გუნდი უკვე გუნდური სპორტი ჯობია ერთ-ერთი დამატებითი მიკუთვნება, ერთ-ერთი წრისადმი, რაც ასევე ძალიან ესეთი კარგი დაცვა სტრესის მიმართ, სტრესების მიმართ. გარდამავალ ასაკში ისევე ამ ასაკში ძალიან საინტერესო ცოტა უფრო მოზრდილ ასაკში ზემოქმედება ასევე გამოცდების
ზემოქმედება და გამოცდებით განპირობებული სტრესები. ამაზეც ჩაატარეს ერთი საინტერესო კვლევა ამერიკაში და კანადაში და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აი კონკრეტულად უნივერსიტეტებში და კოლეჯებში, როდესაც გამოცდები ერთად ტარდება, იმდენად ასუსტებს იმუნურ სისტემას სტუდენტების, რომ შემდგომ ეძღებათ ისე ვირუსული ან სხვა დაავადებები. სწორედ ამიტომ ბევრმა უმაღლესმა სასწავლებელმა და კოლეჯმა ამერიკაში მოახდინეს ის, რომ გაწერეს ისე გამოცდები, რომ ერთბაშად აღარ უწევთ გამოცდების ჩაბარება. ძალიან არის მოქმედი ფსიქოლოგების და ექიმების აზრი. ერთი შეკითხვა მქონდა, არ მინდა რომ დამავიწყდეს, ხშირად გარდატეხის ასაკში დღევანდელ დღეს ხდება ესეთი პრობლემა, თუ შეიძლება არც დაერქვას ესე ცალმხრივად, აი ძალიან ხშირად გოგოებს აქვთ მოთხოვნილება უჩნდებათ, რომ თავის გარეგნობა შეცვალონ, ზოგს აქვს სურვილი რომ შეიღებოს თმები, ხანდახან ეს რაღაც უცნაურ ფორმებსაც იღებს, რაღაც ისეთი მოთხოვნები აქვთ, რომ მშობლისთვის არის მიუღებელი. შეიძლება აი მოდაში ახლა ესეთი რაღაცები წარბების გაკეთება, რაღაც ისეთი ჰიგიენური რაღაცები უნდათ რომ ჩაიტარონ პროცედურები, ხანდახან რომელიც მის ასაკს სულ არ შეესაბამება და ამ უარს მშობლის მხრიდან ათქვამს, ისე მძაფრად განიცდიან, რომ გაუგებარი რჩება საბოლოო ჯამში რა ჯობდა, რომ მშობელი დაყოლოდა ბავშვის ნებას თუ ის რომ პირიქით მოხდეს. თქვენ რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით რა ჯობია რომ გააკეთო მშობელმა ამ დროს? აი ამ შემთხვევებში არის ერთი რა უმჯობესია რომ ბავშვმა ცადოს და თვითონ მიიღოს თავისი გამოცდილებით მივიდეს, ვიდრე მშობლისგან ესეთი აქტიური წინააღმდეგობა შეხვდეს და ეს ორმაგი დარტყმა იყოს მისთვის. ამ ასაკში ეს არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც თვით დამკვიდრების ელემენტებს ახორციელებენ. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია მათთვის ეს ყოველივე. სწორედ აი ეს თვით შეფასების მინიმუმები განაპირობებენ ნეგატიურ წარმოდგენას საკუთარ თავზე და ნეგატიურ აღქმას საკუთარი თავის. აქ არის ორი ვარიანტი, ან ბავშვი საერთოდ არ ცდილობს აი აქედან ამ ნეგატიურიდან გამოსვლას, ან ცდილობს გამოსვლას რაღაც შესაძლებელია შეცდომითი და უცნაური ხერხებით. ამიტომ ჯობია რომ მის მცდელობებს გვერდში დაუდგეთ, ვაგრძნობინოთ, რომ მის გვერდით ავართ ამ შემთხვევაშიც კი და უფრო მეტი საშუალება გვექნება მოლაპარაკებების ამ შემთხვევაში და ციტი კორეგირების, ვიდრე წვავეთ დაპირისპირების შემთხვევაში. ჯობია რომ ფაქტურად გამოდის, ჯობია რომ ბავშვს მიუყვეთ და უთხრათ იგივე, ნუ ესეთი კი კარგი აზრია, მაგრამ მოდი ასე ხო არ გვეცადა ჯერ, ან რაღაც ასეთი ან უფრო რბილად, უფრო ისე რომ ხარ მისი დამხმარე და არა მოწინააღმდეგე და ამიტების იმიტომ რომ ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეიძლება დაუშვათ ბავშვისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყოს დაუშვათ რაღაცა კონკრეტული პროცედურის ჩატარება, რომ მშობელს წარმოდგენაც არ აქვს სწორი იმის შესახებ, რომ რა მნიშვნელოვანია ეს, როცა თუნდაც მისი თანატოლები რაღაცას იკეთებენ და ეს მათ წრეში მიღებულია მსგავსი რაღაცა და თვითონ ამის მიღმა რჩება, შეიძლება ის ამას აღიქოს როგორც რაღაცა სერიოზულ ტრაგედიას, ისეც რომ მშობელი ამის შესახებ ვერც აქვს სწორი წარმოდგენა. რა თქმა უნდა, მშობლებს არის ხდება ხშირად ის პერიოდი, როდესაც თვითონ იყვნენ მაგასებში. და ბიჭების შემთხვევაში, უფრო როგორც მე დავკვირვები ვარ, ბიჭების შემთხვევაში უფრო ის არ არის დაუშვათ თავის მოვლის მომენტები, იმდენად არ არის წინაპლანზე, რამდენადაც აი რომ მშობელმა ყველგან გაუშვათ, სადაც მისი მეგობრები მიდიან, რაღაც უფრო მეტი თავისუფლება ჭირდებათ ამ ასაკში. თავისუფლება და რაღაცა გუნდის, რაღაც ჯგუფის წევრობა. აი ეს წასვლას სწორედ ეს არის. ანუ უნდა რომ აი თავის გუნდში, თავის წრეში იყოს. მეგობრებთან ერთად იყოს. და ხშირად ამ შემთხვევაში, რომ მშობლებს არ მოწონთ თავიანთი შვილების მეგობრები. და ეს კი დამატებით პრობლემებს ქმნის. იცით, აი ეს ფაქტორი ყოველთვის გვხვდება, თქვენ წარმოგიდგენთ, ყველა კულტურაში გვხვდება. მშობლებს აქვთ ერთი რამ აქტიურად ეწინააღმდეგებიან შვილების ზრდას. ძალიან ეწინააღმდეგებიან. მათ თვალწინ ის არსება, რომელიც აღმერთებდა მათ, უცბად ხდება უკვე ესეთი აქტიური, ტემპერამენტიანი პიროვნება, რომელიც უკვე აღარ ითვალისწინებს მათ შეხედულებას. აი ეს არის, რაც მშობელში იწვევს ძლიერ სტრესს. თვითონ მშობელის ტრაგიკულად განიცდის. ეს ყოველთვის უფრო მეტად არის პროვოცირებული მშობლების მხრიდან.
აი ხშირად ვარ დაკვირებული, რომ გარდატეხის ასაკში ბიჭები მამების მიმართ არიან ცოტა აგრესიული თუ პირიქით ხდება მამა, ხდება მაგ დროს ბიჭების მიმართ აგრესიული და გოგოებთან კიდე პირიქით დედასთან აქვს ხოლმე ხშირად კონფლიქტი. ციტაი, როდესაც სწორად ხდება ამ სიტუაციის მართვა, არანაირი კონფლიქტი აღარ. ეს არის იმ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული სტერეოტიპების წყობაში რჩებიან მშობლები. ხა, ერთი საინტერესო ცოტა შორეული გადახვევა, ერთ-ერთი პირველი წარწერა დედამიწაზე, რაც არის ურის სტანდარტია, რომელიც ძალიან დიდი ადგილი უკავია მომავალი თაობის ლანძღვას. ეს არის ის, რაც ისტორიულად იყო, ხომ ანუ ეს თავისთავად ქვეცნობიერად არის ფაქტორი, რომ ადამიანი, რომელიც ასაკში გადადის და მეორე პიროვნება, რომელიც ენერგიით ახსავს. მოდგება ისე, როგორც თავის წრეს და თავის თანატოლებს, მშობლები. ითხოვენ ძალიან რომ საკრატომ და საკრატომ ეს რატომ არ აიღე. ანუ ასე ავსებენ და ავსებენ შენიშვნებით. ამ დროს შენიშვნების მიზეზი სხვა. შეიძლება შიში იყოს, რომ ახალი თაობა ჩაანაცვლებს ძველს. რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანისთვის შვილია და მისი მომავალია, მაინც ისე განიხილავს ამ საკითხს, როგორც საკუთარ უყუსლას. ერთი რამ არის ისიც საინტერესო, არის ასეთი ფიზიკაში თუ კომპიუტერის კანონი, რომ მცირდება და მცირდება ეს მოცულობა. დაახლოებით ანალოგიური ფსიქოლოგია მას წამოაყენეს ერთი იდეა, რომ შვილის ინტელექტი არის მშობლების ინტელექტის საშუალო ართმეტიკული +10. ანუ ყველა შემდეგი თაობა წინასწორია. ჩვენი შვილები, რა თქმა უნდა, ჩვენზე უკეთესები არიან. ასე მოდიოდა საუკუნეების განმავლობაში, რომ მშობლებს არ უნდათ ამისი აღიარება. აი ეს არის თავარი პრობლემა. იმდენად შეიძლება ის კი არ უნდათ, რომ აღიარონ შვილები უკეთესია, არამედ აღიარონ, რომ თვითონ შეიძლება ცოტა უფრო ნაკლებები არიან ამ შემთხვევაში, რომ ესე გამოდის. დიახ. დიახ. აი რა შეიძლება ისევე ჩვენ გადაცემის თემას დავბრუნდეთ სტრესს და აი როდესაც ადამიანი იმყოფება ამ სტრესულ მდგომარეობაში, რაც არ უნდა იყოს მაგის მიზეზი, გარდატეხის ასაკი თუ რაღაცა ყოველდღიური მძიმე სამსახური, რამდენად ეფექტური არის სპეციალისტის ჩარევა, რამდენად მალე შეიძლება ალაგდეს სიმპტომები. იცით, აი ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი კომპეტენტური ფსიქოლოგი მუშაობს, რომლებიც შესანიშნავად იციან სტრესულ სიტუაციების მართვა. მათ შეუძლიათ ძალიან დიდი დახმარება აღმოუჩინონ პიროვნებებს აი ამ კუთხით. ერთი, რომ სტრესის ზეგავლენა მინიმუმამდე დავიყვანოთ და მეორე, მივეხმაროთ ადამიანს, რომ თავი დააღწიოს აი ამ სტრესულ სიტუაციას მინიმალური დანაკარგებით. კონკრეტულად აი იგივე აი სამსახურთან დაკავშირებით ის ნეგატიური, რასაც იქ ღებულობს, გადავიდანეთ პოზიტიურის და პოზიტიურის აქცენტებით შევეძინავთ. ანუ ყავს სპეციალისტები, ძალიან კარგი სპეციალისტები, არსებობს ძალიან ბევრი მეთოდიკა და ყველა შემთხვევაში ამას ძალიან ბევრი პოზიტიური შედეგი შეუძლია მოიტანოს. ასე რომ თავარია პიროვნების სურვილი, რომ დააღწიოს თავის გზა ყოველთვის. კარგით, მოდით ამაზე დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. დაემშვიდობეთ მაყურებელს და მადლობთ მომავალ შეხვედრამდე. ფსიქოლოგია ახალგაზრდა, მაგრამ სწრაფად განვითარებადი მეცნიერებაა. დღესდღეობით ამ სფეროში დიდი ცოდნა და გამოცდილებაა დაგროვილი. ჩვენი გადაცემის მიზანია ეს ცოდნა და გამოცდილება უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი საზოგადოებისათვის.